პერსონალური მონაცემები ამერიკისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნისთვის დღევანდელ ციფრულ ეპოქაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამ პერსონალური მონაცემების ხარჯზე, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების ხარჯზე, ანუ ჩვენი სახე, თითის ანაბეჭდი თუ სხვა მონაცემები, სწორედ ამის გამო კეთდება ესეთი კარგი დახვეწილი AI სისტემების სახის ამოცნობის. რადგან ჩინეთს აქვს საკმაოდ ლოიალური მთავრობისთვის კანონები, კერძოდ თუ არის ამის საჭიროებას რა თქმა უნდა ჩინეთის მთავრობა განსაზღვრავს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოართოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. საქართველოში არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც განახლდა 1 წლის წინ და ბევრად უფრო მკაცრი გახდა. პირადად მე ვარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და პირადად ჩემს კომპანიებს ძალიან მკაცრად შეეხო ეს წესები და ბევრად უფრო მაღალი დაცვის დონე ჩამოაყალიბა ახალმა კანონმა. თუმცა ეს მაღალი დაცვის დონე არ შეეხო მთავრობას.